ერთებული შტატებიდან გვერდდება გიორგის მივესალმები ძალიან დიდი მადლობა რომ გთან ხვდებით ხოლმე და თქვენთან ერთად ვაფასებთ იმ განცხადებებს რომელიც კეთდება ვაშინგტონში და საინტერესოა ქართული აუდიტორიისთვის მოდი შევეხოთ რა თქვა პირველ რიგში სახელმწიფო დეპარტამენტმა გუშინდელი განცხადებით შემდეგ ვილაპარაკოთ უკვე გამოხმაურებაზე რომელიც ოცნებასთან დაკავშირებული ადამიანების მხრიდან არსებობს მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში რა თქვა სახელმწიფო დეპარტამენტმა? პირველ რიგში საინტერესო იყო იმით, რომ ეს სამთვიანი თუ ორთვიანი დუმილი ბოლოს და ბოლოს დაირღვა და ითქვა პრინციპში ორი რამე. პირველი, რომ ჩვენ გადავეცით საქართველოს და ეს ვითოდით ჩვენ საელჩოს განცხადებიდან, რომ ჩვენ გადავეცით საქართველოს მთავრობას ის წინადადებები, რომელიც თქვა გააუმჯობესებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და მეორე ითქვა ის, რომ ეს განგზობითი ანტიდემოკრატიული ქმედებები ჩვენ ამას არ მივესალმებით. პრინციპში ეს ორი მესიჯი გაჟღერდა ამ განცხადებაში და ჩვენ დღეს ვხედავთ შეიძლება ითქვას ცოტა ზედმეტ რეაქციასაც, ხო? იმიტომ რომ მეთიუ მილერის განცხადებებს თუ შევადარებთ, საკმაოდ მოზომილი და ესეთი მშვიდი განცხადება იყო. ჯერჯერობით აქეთა მხრიდან ცოტა ზედმეტი ცეცხლის გახსნა მოუვიდა ოცნებას, იმიტომ რომ პრინციპში შეეძლო მაგალითად ამ განცხადებაში შეეძლოთ ამოეკითხათ აღიარების თემაც მაგალითად პირველ წინადადებაში არის საქართველოს მთავრობა ასე მოხსენიებული და რაღაცნაირად კრიტიკაც არის რა თქმა უნდა არელოდნენ, ანუ რაღაცნაირად კალაძე საუბრობდა, რომ ლამის ტაშს და მადლობას ელოდნენ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან. ერთია განცხადება, მეორეა რას ელოდნენ და რას არ ელოდნენ. მე ძალიან გამიკვირდება თუ არ ელოდნენ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, ხო, რომ პირველ რიგში საქართველოს არ არის ისეთი მნიშვნელობის სახელმწიფო, რომ ეხლა უმაღლეს ეშელონებში მით უმეტეს არ წარმოადგენს ამერიკის პოლიტიკაში და ამერიკის პოლიტიკურ ელიტაში თქვათ განხეთქილების ვარს, ხო ისრაელებით, რომ ერთი პარტია რო იცვლება მეორეთი თქვენ განცხადებები იცვლება ამ სახელმწიფოზე შესაბამისად ის ბიუროკრატიული ინერცია რაც საქართველოს მიმართებაში იყო რომ გაგრძელდებოდა ეს მოსალოდნელი იყო ხო და ასე თქვათ დიდი განსხვავება განცხადებებში არ იქნება თუმცა ის პირიქითაც შეიძლება განვიხილოთ ხო თქვათ ელჩი შეხვდა ხო ეს ასე თქვათ ეს შუშის კედელი გაიროა ხო ფაქტია მანამდე ელჩი არ ხვდებოდა ამ თვეების განმავლობაში რაც მოხდა იმის ფონზე პრაქტიკულად ნუმილი იყო ხო საელჩოდან და ესე ძალიან მსუბუქი განცხადება ამიტომ მიგვირს რომ ასეთი ზედმეტი რეაქცია და ასე ანუ რა კიდე ერთხელ ხო რასელოდნენ მე არ ვიცი რასელოდნენ მაგრამ იმის წარმოდგენა რომ ეხლა თქვათ ეს ხოთრით შეიცვლებოდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები ცოტა არასერიოზული იყო რა თქმა უნდა შესაბამისად მგონია რომ კი ეხლა რიტორიკულად შეიძლება ეს აღშფოთებულები არიან მაგრამ რეალურად მე მგონი არ არიან მით უმეტეს ელჩი ხო შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს და იქ მართლა ამინძე ხო არ იქნებოდა საუბარი კონკრეტული სერიოზულობა ეს სიტყვა იყო გუშინდელ განცხადებაში იყო საელჩოს განმარტებაში როცა საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე წერდნენ ხო ანუ იქაც ხო აზრები გაცვალეს და ის მესიჯი რაც ალბათ დახურულ კარს მიღება შესაბამისად საქართველოს მთავრობისთვის ცნობილია მეტნაკლებად უკვე ახალი სახელმწიფო დეპარტამენტის და ახალი ადმინისტრაციის მოლოდინი და განწყობა შესაბამისად ეჭვმეპარება რომ თვითონ ახლა მთავრობა იყოს გაკვირვებული. ეხლა პროპაგანდისტულად რა აწყობთ და როგორ ეგ სხვა ამბავია, მაგრამ მე არ მგონია რომ თავად მთავრობა იყოს გაკვირვებული. კი ბატონო, ამ განცხადებაში ასევე რაღაცნაირი გზამკვლევი შთაბეჭდილებას თუ ტოვებს, ანუ პარტია რაღაც ასე ვთარგმნე რომ პარტიებს ნუ აუქმებთ ანტიდემოკრატიული ქმედებებისგან თავი შეიკავეთ გარკვეული ამ ხრივ რა მოლოდინები და რა პრეტენზიები არსებობს ჩანდა თუ არა ამ განცხადებაში. ნუ ბუნებრივია ხო ხა იმის წარმოდგენა რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება ხო საქართველოში თქვათ პარტიების აკრძალვას ან სხვა რაღაცა გადაწყვეტილებებს თულად წარმოსადგენია. შესაბამისად კი ბატონო აქ მესიჯი იყო რომ აი რაც თქვათ რა წინადადებით შემოგთავაზეთ იმაზე დაფიქრდით ის განახორციელეთ და
კი ბა ჩვენ არ მივესალმებით ამ ანტიდემოკრატიულ ქმედებებს. თქვენ ახსენეთ ბიუროკრატიული ინერცია. აი ამ ინერციაზე პასუხი იყო ზაზა შათირიშვილის წერილი, რომლის დედააზრი ასეთია, ეს ბუნებრივი არის ოცნების პოზიცია, ბუნებრივია არის ივანიშვილის პოზიციაც, ან უფრო სწორად სათქმელი საზოგადოებისთვის, რომ ტრამპიც deep state-ია, ცოტა რებრენდირებული და ის ასე ჩანს, რომ ვერ აღწევს თავს ამ ბიუროკრატიულ ინერციას. თავიდანვე, ხო, ეს იყო ასე ვთქვათ ბჭყალებში წაუგებელი პოზიცია მათ როდესაც თქვეს რომ ჩვენ მივესალმებით ტრამპს მაგრამ თუ გამოჩნდება ტრამპმა თუ ვერ დაამარცხა deep state-ი ჩვენთან ურთიერთობები არ შეიცვლება შესაბამისად ეს ყოველთვის იყო ეს ასე ვთქვათ ეს დატოვებული უკან დასახევი გზა რომ ყოველთვის შეიძლებოდა ითქვას თუ ურთიერთობები არ გადაიკვირთებოდა რომ ტრამპმა ვერ დაამარცხა deep state-ი და დღეს პრაქტიკულად ეს კარტი გათამაშდა რაც ამდენი თვე ინახავდნენ და ყოველთვის იტოვებდნენ ამ გზას რომ დღეს ითქვა რომ ტრამპი არის deep state-ი ან ტრამპი ვერ ამარცხებს deep state-ს და ეს ყოველთვის რაწამს თქვეს რომ გამოჩნდება და აი ტრამპი თუ დაამარცხებს deep state ჩვენ მივესალმებით მაგრამ შეიძლება ვერ დაამარცხოს და deep state-ი ისევ ძლიერია ყოველთვის ჩანდა რომ იტოვებდნენ ამ რიტორიკულ ასე ვთქვათ ხიდს ხო რომ თუ ვინიცობა და ვერ გადაიტვირთა და არ გადაიტვირთა ურთიერთობები მაშინ იტყვიან რომ კი ბატონო გრძელდება deep state-ის ზეწოლა საქართველოსზე. ჩვენ გვახსოვს ოცნების რიტორიკა თავიდან ინაუგურაციის შემდეგ კობახიძე ამბობდა ასეთ რამეს, იქნება ისე როგორც იტყვის ტრამპი, ახლა როგორც თქვენ ამბობთ, წაუგებელ რიტორიკად გადაათამაშეს, რომ თუ აღდგება ურთიერთობები ხომ კარგი, თუ არა და ნუ ესე იგი მას მოერია ეს ბიუროკრატიული ინერცია. აქ ერთი რამე უნდა ითქვას, რომ ყოველთვის ეს ამ საქართველოს ხელისუფლების ბჭყალებში ტრამპიზმი დაშენებული იყო იმ იდეას, რომ აი ტრამპის შიდა პოლიტიკა და ჩვენი შიდა პოლიტიკა, ან ჩვენი ეგრეთ წოდებული კონსერვატიული დღის წესრიგი ემთხვევა ტრამპის ეგრეთ წოდებულ კონსერვატიულ დღის წესრიგს და შესაბამისად ეს იქნება საფუძველი ურთიერთობების დაალაგების. თუმცა უნდა ითქვას და ეს მე ერთხელ უკვე ვთქვი, რომ საგარეო პოლიტიკა მარტო თქვა შიდა პოლიტიკური თანხმოთებით არ იმართება და ამის ყველაზე ნათელი მაგალითია რომ ნომინალურად ჩინეთიც და ვიეტნამიც კომუნისტური სახელმწიფოებია, მაგრამ ვიეტნამი დღეს ამერიკისგან რომელთანაც 15 წლიანი ომი ქონდა, დღეს თვითმფრინავებს ყიდულობს რომ ჩინეთი დააბალანსოს. შესაბამისად ეს რა თქმა უნდა ეს ნახევრად უფრო პროპაგანდისტული იყო, შეიძლება თვითონაც არ ჯეროდათ ამის, მაგრამ იმის წარმოდგენა რომ რადგანაც დღეს თქვა ამ პროპაგანდისტულ დისკურსში ემთხვევი ამ ფსევდოკონსერვატიულ დისკურსში თქვა ემთხვევი ტრამპის ადმინისტრაციას რომ ეს ურთიერთობები უცებ დაალაგდება მით უმეტეს როდესაც თქვა კონგრესში ორპარტიული კონსენსუსია შენს წინააღმდეგ და ჯერჯერობით არ გამოჩენილა პოლიტიკოსი რომელიც ქართულ ოცნებას სიტყვას შეაწევს ასეთ პირობებში როდესაც თქვა პრაქტიკულად არ ჩანს არავინ ვინც შენს სასარგებლო არგუმენტებს მოიტანს და არ ჩანს ასევე ჯერჯერობით ნაბიჯები რომელსაც საქართველოს ხელისუფლება გადადგავს რომ თქვა ურთიერთობები გამოასწოროს ამერიკასთან ასეთ პირობებში მხოლოდ იმის მოლოდინი რომ ვინაიდან ჩვენს უხეშად რომ ვთქვათ რომ აი ჩვენს მიგვაჩნია რომ ქალია და კაცი კაცია ამის გამო დავლაგდებით არის ინფანტილიზმი. ხო ამის გამო დავლაგდებით არის ინფანტილიზმი ცოტა და ისე რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ გამოჩენა რომ რიტორიკის მიღმა პოლიტიკას მართავს ის სხვა ინფანტილიზმი შეიძლება აქ საუბარს მოუხდა, მაგრამ ესენი არ გვანან ინფანტილებს ქართული ოცნების. ხო, რა თქმა უნდა, ეს რა თქმა უნდა პროპაგანდისტული დათვლა იყო, იმიტომ რომ აწყობდათ, რა თქმა უნდა, და ეს ზოგადად აწყობდათ, იმიტომ რომ ეს უკვე ქართული შიდა პოლიტიკური თქვა დღის წესრიგის დამსახურებაა, როდესაც წლების განმავლობაში ქვეყანაში, ესე იგი, უაპელაციო ჭეშმარიტება ცხადდება ნებისმიერი ევროპარლამენტარის განცხადება, ეხლა ამერიკის პრეზიდენტი რო ისეთ რამეებს იძახის, რომელიც შენ გაწყობს, რა თქმა უნდა, ამას ეხლა გამოიყენე პროპაგანდისტულად და ყველა ასე იზამდა, მაგრამ პროპაგანდის მიღმა არსებობს რაღაცა, თქვა კანონზომიერებები პოლიტიკის, ხო, რომელიც სხვაგანაც ჩანს, ხო, რაც არ უნდა თქვა ჯერჯერობით აკრიტიკოს ტრამპმა ზელენსკიმ, ომი ჯერ პირველი არ დასრულებულა, მეორე ამერიკა უკრაინას ეხმარება. რამდენიც არ უნდა ახოს პუტინი
ტრამპმა და თქვა იყოს ცდილობა ურთიერთობის დალაგების, ეს ურთიერთობა ჯერჯერობით ვერ ლაგდება, იმიტომ რომ რუსეთს უკრაინაში სხვა ინტერესები აქვს და პუტინი ასე უკაცრავად და ხაიხარალოზეც ეს არ შეწყვეტდა. შესაბამისად ეს ერთია რიტორიკა, მეორეა უკვე ველზე ძალთა ბალანსი და თქვა გეოპოლიტიკური ინტერესები, რომელიც ასე იოლად არ იცვლება. რამდენიც ტრამპმა ნატო არ უნდა აკრიტიკოს, ახლა ამერიკა არ გამოვა ნატოდან, ხო, ეგ წარმოუდგენელია. შესაბამისად არის რიტორიკა და არის თქვა რეალ პოლიტიკა. საქმე, როგორც ოცნების ერთმა ახალბედა წარმომადგენელმა თქვა დღეს. მინდა რომ რამდენადაც ეს შეიძლება ჩვენი აუდიტორიისთვის საინტერესო იყოს, ბოლო კითხვა ეს იქნება ტრამპის სატარიფო ომზე თუ პოლიტიკაზეც თქვათ. იქ ჩვენ ვართ, ეს თქვათ 10%-იან ველში მოვხვდით, ეს რას ნიშნავს? ზოგადად ამ პროცესს როგორ შეაფასებდით? ნუ პირველ რიგში გაგვიმართლა, ხო? მარტო ჩვენ არ გაგვიმართლა, ხო? სომხეთით, აზერბაიჯანით, რუსეთით. ნუ რუსეთს ეხლა თავი გავანებოთ, იმიტომ 24,000 სანქცია რუსეთზე დაწესებული, მაგრამ ამის ხო, არ არის, მაგრამ აი დღეს შევამოწმე და წერია რომ 10, ეთყობა რახან არ იყო, ის 10 ყველას ეხება და რუსეთსაც ეხება შესაბამისად. ჩვენ გაგვიმართლა. ამის მიღმა შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ითქვა ეს გაზეთებშიც იწერება უკვე, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, თქვათ, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გადალაგება, როდესაც მსოფლიო სუპერსახელმწიფო იწყებს სავაჭრო ომს პრინციპში, ხო? თქვათ, ამერიკის ფინანსთა მინისტრმა კი ბრძანა, რომ ნუ გვიპასუხებთო, რომ ესკალაცია არ მოხდესო. მაგრამ ნუ დღეს თქვათ საფონდო ბირჟას თუ შეამოწმებთ უკვე რა 1000 პუნქტით დაიკლო ჯერჯერობით არ ჩანს უბრალოდ მიზანი ჩანს როგორ მიდის ამ მიზანი თორემ მიზანი განცხადებულია რომ მთელი მსოფლიო ძარცვას რამდენად მართალია ეს სხვა საკითხია ეს ტრამპის და ჩვენ ესე იგი პირველი ტარიფები ფულს მოიტანს და მეორე ქარხნები უნდა დაბრუნდეს ეს არის საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი თუ საერთოდ გამოვიდა რა ქარხანა და როგორ დაბრუნდება ან ეს ტარიფები გამოიწვევს იმას რომ ვაჭრობა გაგრძელდება უბრალოდ ხალხი მეც გადაიხდის ხო ყველა ვარიანტში ეს თქვათ მომხმარებლებს დააზარალებს ხო იმიტომ რომ რაღაცა თუ დოლარად შემოდიოდა ეხლა დოლარი თუ 25%-იანი ტარიფია $25 თუ 10%-იანი დოლარი და 10 ცენტი სხვადასხვა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა რომ ჩვენ არ ვუპასუხებთ ამერიკას ამ ტარიფებზე მარტო მიზეზის გამო რომ როგორც ჩვენ თვლითო რომ ეს პირველ რიგში ამერიკელ მომხმარებელს დააზარალებსო ეხლა ჩვენ რომ სავაჭრო ესკალაციაში შევიდეთ დააზარალებს ავსტრალიელ მომხმარებლებს შესაბამისად ხა კანადა ევროკავშირი შეიძლება უპასუხებს ქვეყნების უმეტესობა ალბათ არ და ვერ უპასუხებს ხო ეხა კამბოჯას და მოლდოვას 61%-იანი ტარიფები აქვთ ხო დაწესებული და იქ პასუხი უბრალოდ იქნება ესკალაციის კიბე თან აქ უკვე მართლა ძალთა ბალანსია ხა მოლდოვას სანადირად შეუძლია სავაჭრო ომი გამოუცხადოს ამერიკის შეერთებულ შტატებს შესაბამისად უნდა მივიღოთ ეს ტარიფები როგორც მოცემულობა და როგორც ახალი თამაშის წესები და როგორღაც ადაპტირდეთ. კიდევ ერთხელ ჩვენ მეტნაკლებად გაგვიმართლა, ხო 10% ხა კი არის მატება. უნდა ნუ ეკონომიკა ისეთი საკითხია, ალბათ ადაპტირდება ან რაღაცები შეიძლება, მაგრამ ნუ ახლა ჩინეთთან არის 34 და იქ ქვეყნებია 62%-იც არის და შესაბამისად პრაქტიკულად ამერიკის შეერთებული შტატები მთლიანად არღვევს და გარდაქმნის იმ ლიბერალურ სავაჭრო საერთაშორისო სავაჭრო წესრიგს, რომელიც არქიტექტორით თავად იყო წლების მანძილზე და შესაბამისად მიმდინარეობს ახლა ეს მოხდება სავაჭრო ბლოკების ალბათ ატომიზაცია, ხო? ვიღაცა იფიქრებს რომ ამერიკასთან ვაჭრობას აზრი არა ამ სხვადასხვა სავაჭრო ბლოკების ჩამოყალიბებას. შესაბამისად შევდივართ ტურბულენტურ და ურთულეს ეკონომიკურ პროცესში, იმიტომ რომ ამან შეიძლება ზოგიერთ ქვეყანაში რეცესია გამოიწვიოს, ხო? ხა მექსიკა, კანადა მდიდარი ქვეყანა, მექსიკისთვის ეს არის ურთულესი დარტყმა, ეს ტარიფების შესაბამისად პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის ციკლი შეიძლება დაიწყოს მრავალ ქვეყანაში. კი ბატონო, მადლობა. მადლობა გიორგი ხატიაშვილს, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი გვიერთდებოდა შეერთებული შტატებიდან ჩვენ ვლაპარაკობდით სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე და